დაბინძურებული ჰაერი თბილისში, დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია დასაშვებზე ორჯერ მეტია. ფაქტს გარემოს ეროვნული სააგენტო უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით ხსნის. ჰაერის ხარისხი მკვეთრადაა გაუარესებული თელავში, ახალციხესა და ქუთაისში. სპეციალური რეკომენდაციების შესახებ განცხადება შესაბამის უწყებებს რამდენიმე დღეა არ გაუცელებიათ. სოციალურ ქსელში წერენ, რომ უცნაური სიმპტომების შესაძლოა სწორედ დაბინძურებული ჰაერით იყოს გამოწვეული. კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში სოფლის დამაკავშირებელ გზაზე ფერდობსამაგრი კედელი ჩამოიშალა. ვიდეოს ნინო კაპანაძე აქვეყნებს. მოქალაქე წერს, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე მოსახლეობა და სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ და არის რისკი, რომ ვინმე დაშავდეს. მოქალაქის თქმით, მიმართვის მიუხედავად კასპის მერიას რეაგირება არ მოხდებია. საქართველოს ცოცხალი ღორების 100%-ს რუსეთიდან ყიდულობს, იმპორტი 24%-ითაა გაზრდილი. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია $22 მილიონ მეტის, 14894 ტონა ცოცხალი ღორი. უკრაინამ რუსეთში ვორონეჟის ისკანდერების ძრავების მწარმოებელი ქარხანა დაბომბა, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარიც. სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც როსკოსმოსის სახელმწიფო კორპორაციის ნაწილია, თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტის ძრავებს აწარმოებს.